რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავსო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Диаболовაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის თენგის გოგოტიშვილთან ერთად სპეციალური გამოშვებით. საქართველოს საზღვართან შეიძლება ითქვას, რომ შექმნილია ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. უკრაინის რამდენიმე ათეული მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში, იმისთვის რომ შემდეგ გააგრძელოს გზა და დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში. ვერ შემოდის რუსეთიდან, როგორც მივხვდით. условий в подвале на Верхнем Ларсе. Вот смотрите, эти люди здесь уже сидят некоторыми месяцами. Совершенно нет места, воздуха. Смотрите, мокрые вещи, соответственно, сушатся кто где может. Здесь. Вот, смотрите. Человеку плохо. Несколько раз обращался к докторам, его никто не слышит, как бы доктора вообще не дают никакого лечения, совсем ничего то есть не происходит. Смотрите, какие тут ужасные условия. Просто здесь может произойти пожар в любую секунду. Тут оголенные провода. Вот как-то так это выглядит. Грязь. Здесь тоже полная комната людей, вещи, люди, мокрые вещи, слушайте, это все собирается. Вот смотрите, это просто нечеловечные условия, в которых мы находимся. Некоторые тут уже по 1,5 месяца находятся. Я хочу вот... Просто я не знаю уже у кого просить помощи об этом всем. Потому что... ამამბის შესახებ ჩვენმა უმრავლესობამ შეიტყო BBC-ს რეპორტაჟით, მაგრამ პრობლემის თაობაზე ყველაზე მეტად ინფორმირებულია, ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს ორგანიზაციას Volunteers Tbilisi, რომლის ხელმძღვანელიც არის მარიამ ბელკინა და ისინი უკვე 2 წელიწადზე მეტია ცდილობენ ასეთი ადამიანების დახმარებას, ასეთი ადამიანების, რაც ვქვია, ევაკუაციას რუსეთიდან. ჩვენ სწორედ მარიას დაუკავშირდით და ვთხოვეთ მათ კომენტირება ვითარების, რატო ვერ შემოდის რამდენიმე ათეული უკრაინის მოქალაქე იმისთვის, რომ შემდეგ გააგრძელოს გზა სამშობლოსკენ. Maria, good evening. Thank you for joining. მარია, საღამომშვიდობის, მადლობა რომ ჩვენთვის დრო მოძებნეთ. სულ თავიდან დავიწყოთ მთავარი კითხვით. როგორ გაჩნდა ეს პრობლემა? როგორ გაჩნდა ეს ხალხი საქართველოს საზღვარზე საერთოდ? The Georgian border. Yeah, people went through this border for like 2 ადამიანები ამ სასაზღვრო პუნქტზე 2 წელიწადზე მეტია გადადიან. პრობლემა ახლა წარმოიშვა. აქამდე ერთადერთი შეფერხება იყო უკრაინის საელჩოს მიერ საბუთებისა და მოქალაქეობის შემოწმება. ზოგიერთისთვის უკრაინაში დაბრუნება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან. იქ არ დარჩათ არაფერი. მათ შორის არც საცხოვრებელი. უნდათ რაიმე ალტერნატივის პოვნა, მაგრამ ახლა არ შეუძლიათ. Okay, Maria, they are all Ukrainian citizens, right? ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქეა, ხომ ასეა, მაგრამ რა წარსული აქვს? ყველა ყოფილი პატიმარია თუ რამე სხვა ხალხისაა? Or some other categories of citizens too? Yeah, now there are 3 categories of people. The first category is სამი კატეგორიის ხალხია საზღვარზე. ერთი ჯგუფია ყოფილი პატიმრები ხერსონიდან, ან მისი შემოგარენიდან. საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა დეოკუპაციის შემდეგ 2000-ზე მეტი პატიმარი გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. მეორე კატეგორიაა უკრაინის მოქალაქეები, ვინც პატიმრობას რუსეთში იხდიდა. მესამე კატეგორია ოკუპირებული მიწებიდან დეპორტირებული ხალხი, ვინც არ აიღო რუსეთის პასპორტი. არ მოინდომა თანამშრომლობა იქაურ ახალ ადმინისტრაციასთან. რუსეთი უკრაინელების დეპორტაციას საქართველოს გავლით იარაღად იყენებს. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთმა ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს. როგორც შედეგი, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს არ აქვს სათანადო საბუთები, გაჭედილია სატრანზიტო ზონაში. BBC სტატიის გამოჩენის მეორე დილასვე ძალიან ოპერატიულად პროჭორილურმა გუნდმა ადგილზე მიავლინა საკუთარი კორესპონდენტი, ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელევიზიის კორესპონდენტი და დაავალა მას სიუჟეტის გაკეთება ამ შექმნილ ვითარებაზე. სიუჟეტი გაკეთდა, გავიდა ეთერში, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ ეთერში იყო მხოლოდ საბაჟო პუნქტი, როგორ ყვეთენ მანქანები საზღვარს, საქართველოს როგორ გადიან რუსეთში და ჩაწერილი იყო ერთადერთი ინტერვიუ ადგილობრივი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისა. არც ერთი კადრი ხას უსვამ, არც ერთი კადრი იმ ადამიანებისა, ვისაც ეხება ეს პრობლემა, ვინც რამდენიმე კვირა უკვე ვერ შემოდის საქართველოში, მათი არც ერთი კადრი ამ პროპაგანდისტულ ტელევიზიას არ გადაუღია. იყო მხოლოდ გამოყენებული ერთი ფოტო, ისიც სოციალური ქსელიდან აღებული, მძიმედ რედაქტირებული, ისე რომ ვერავის ვერ გაეგო, არავის არ შექმნოდა შტაბეშტილება რეალურად რა სირთულეებში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება. რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ეს ადამიანები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მძიმე დანაშაულებებში მხილებული და რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან ბუფერულ ზონაში რჩებიან. რა გზით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, ჯერ გაურკვეველია კრიმინალური ისტორიის გარდა პრობლემაა ისიც, რომ მათ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. გივი კუჭავას რეპორტაჟი. რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები, რომელთა გატარებაზეც მოლდოვამ უარი განაცხადა, საქართველოს საზღვართან ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში იმყოფებიან. საუბარია 80-მდე ადამიანზე, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან მხილებულები, მათ შორის მკვლელობაში, ძალადობასა და ნარკოტიკების გასაღებაში. უკრაინის მოქალაქეებს წესრიგში არც დოკუმენტაცია აქვთ. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად მათი ქვეყანას შემოშვება არის პირდაპირ საფრთხისთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. უკრაინის ციხეებიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩასართავად გათავისუფლებული დამნაშავეების ჩვენს ქვეყანაში შემოშვება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს. არსებული ინფორმაციით ზელენსკიმ ისინი ციხიდან ფრონტის ხაზზე საბრძოლოდ გამოუშვა, თუმცა ისინი რუსეთის მხარეს გადავიდნენ. საბოლოოდ კი რუსეთიდან გააძევეს. ახლა უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებას მართავენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის სასაზღვრო დერეფანი გაიხსნას და სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან მოლდოვის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი დაბრუნება ამ პირების. შეჩერდა ეს პროცესი, როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარი აცხადებს, მოლდოვური მხარი არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები. The BBC had a story, a report about this problem and BBC ამ თემაზე მასალა გამოაქვეყნა და ზუსტად მეორე დღეს პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ, მთავრობის კონტროლირებადმა ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი, ისინი წავიდნენ საზღვარზე, ჩაწერეს ინტერვიუ მესაზღვრესთან, მათი სპიკერი ჩაწერეს და სხვა პირები, მაგრამ არ ჩაწერეს ინტერვიუ თავად იმ უკრაინელებთან. ერთი ფოტო გამოიყენეს მხოლოდ ის რედაქტირებული, რომელიც არაფერს ამბობს. ეს ხალხი იმდენ მძიმე პირობებში ცხოვრობს, რომ სამთავრობო ტელევიზიამ ვერც კი აჩვენა. state controlled TV can't show it. Near to the Reali. დარეალი სასაზღვრო პუნქტთან ერთ შენობაში ცხოვრობენ, სარდაფში, რომელიც სავსეა ნაგვითა და რაღაც მასალით. როგორც ვიცი, იქ ადრე სადეპორტაციო ცენტრის შექმნა უნდათ, მაგრამ ეს არ მოხდა. სარდაფში არაა ვენტილაცია, რადგან ადგილები არაა. ახალ წითელმა ჯვარმა პირველად მიიტანა საწოლები. ეს ძალიან კარგია. ოღონდ მართალი გითხრათ, ადგილიც არაა საკმარისი, რომ საწოლები დაიდგას. It's not enough place to just put this bed there. It's kind of awful. Так, а это нам предоставили ванную комнату, типа ванную комнату, нам надо идти сюда через весь зал. Хочу вам показать условия тоже. Вот такие туалеты, все разваленное, сломанное, опять же, сушатся вещи, какие-то постоянно сырость, сломанные краники, которые не работают, мусор, вещи. Фух. Так. Соответственно, тут то же самое, все мокрое, грязное, какие-то тазы, что-то, смотрите, грибок. Это просто грибок. Вот так вот это все выглядит. Since when are you თქვენ და თქვენი ორგანიზაცია როდის შეერთეთ ამ პრობლემის მოგვარებაში? სულ თავიდან 2022-დან თუ უფრო გვიან? from the very beginning, from 2022? The first time it was in ჩვენი ორგანიზაცია ამ პრობლემის მოგვარებაში 2 წელზე მეტია ჩაერთო. თავიდან მოვიდა 2 ადამიანი და მოგვიყო ამბავი. 2-3 კვირის შემდეგ საქართველოს ჩამოვიდნენ ერთი უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები. დაიწყეთ ერთობლივი მუშაობა. ისინი აგვარებენ საბუთების ამბავს, მუშაობენ საელჩოებთან. ჩვენი ამოცანაა ამ ხალხის ჰუმანიტარული დახმარება. help here in Georgia, there in Georgia. Yeah. How many Ukrainian citizens are ახლა რამდენი უკრაინელია გაჭედილი ლარსის საზღვარზე? at Larsi? Now it's 92 people for today. ამ მომენტში საზღვარზე 92 ადამიანია. ველოდებით პასუხს მოლდოვასთან. როდესაც გავხსნიან გზას, უნდა გავიგოთ, რომ ამ ხალხს არ აქვს არჩევანი. საქართველოს მოლდოვას გზა ერთადერთი, სხვა არ არსებობს. Until Moldova is closed, we don't know what to do. რეპორტაჟი, რომელიც მომზადდა ქართულ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, გარდა პოლიციელებისა, გამოყენებული იყო ინტერვიუები დიდვანი ქოცების, რომლებიც ხან აქეთ იშვერდნენ ხელს, ხან იქით. სათაურში
სიუჟეტის სათაურს ჩვენ გავიგეთ, რომ თითქოს მოლდოვა იყო დამნაშავე, მერე პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ხან მოლდოვაა დამნაშავე და ხან უკრაინაა დამნაშავე, მოკლედ ამ კონცეფტს ოღონდ საბაბი მიეცი, რომ უკრაინას უბწკინონ და ყველა ვარიანტს გამოიყენებენ, არც ერთ შემთხვევას არ გაუშვებენ ხელიდან. ჩვენ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა არ გვაქვს, ისინი არიან უკრაინის მოქალაქეები, კეთილი ინებოს უკრაინის სახელმწიფომ და მისმა პრეზიდენტმა და იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ჩვენ ვზრუნავთ იმ უკრაინელებზე, რომელიც ტოლობის სტატუსით არიან საქართველოში. მართალია უკრაინის პრეზიდენტი არაფასებს ქართული ხალხის ამ დამოკიდებულებას და ხედავთ, როგორი მტრული პოლიტიკა აქვს ქართული ხალხის მიმართ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ხალხის მიმართ. საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივი არ დაუშვებს ისეთი ადამიანების შემოსვლას, ამდენადაც არის შესაძლებელი, რომ თუ არის გარკვეული რისკი საზოგადოებაში გარკვეული პრობლემების წარმოჩენას. ამიტომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული. საქართველოს აკეთებს ყველაზე მეტ სხვა ქვეყნებთან შედარებით უკრაინელი მოქალაქეებისთვის ტრაგიზმია, როდესაც უკრაინელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყნის შვილებს არ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. Okay, can we say that now it's only Moldova's problem? ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა მხოლოდ მოლდოვას მთავრობის პრობლემა რჩება და საქართველოს ხელისუფლებას არ მიუძღვის ბრალი ამ ვითარების შექმნაში. Innocent, and Georgian side does its best. ქართული პოლიცია ამბობს, რომ მაინც და მაინც არ უნდა ამ ხალხის შემოშვება. მართალი გითხრათ, მესმის ეს პოზიცია, მაგრამ აქამდე 2 წელი ატარებენ და ახლა უცებ შეწყვეტეს. შეიძლება რთული შიდა პოლიტიკური ვითარების ბრალიც იყოს. თუმცა ქართული ოცნების ერთმა დეპუტატმა ორგანიზაცია მემორიალს გამოუცხადა, რომ ეს ხალხი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობადაა გამოგზავნილი, რომ ისინი სააკაშვილთან არიან დაკავშირებულები და ამიტომ არ ატარებს საზეცხვო პოლიცია, მაგრამ ეს სიგიჟეა. ამ ხალხის დიდი ნაწილი ავადაა, ძალიან მძიმე ამბები აქვთ გამოვლილი. ზოგი ციხეში იყო 5 ან 10 წელი, ვიღაც რუსულ სადეპორტაციო ცენტრში იყო 2 წელი. და ახლა ქართული ოცნებიდან ვიღაც აბრალებს რევოლუციისთვის ჩამოვიდნენ. ხუმრობას უფრო გავს. It's like a joke. Now we are trying to solve the problem of these 92 თქვენ ახლა აგვარებთ 92 ადამიანის პრობლემას. აქამდე რამდენმა უკვე გადმოიარა საქართველოს საზღვარი რუსეთიდან ამ 3 წელიწადში? 3 years. 400-მდე ადამიანი. Okay, let's imagine that Georgian border police gives them green light. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გაატარებს ამ ხალხს, მაგრამ მათ სჭირდება ტრანსპორტი, კვება, ფული, რომ მიაღწიონ ლარსიდან მოლდოვამდე და შემდეგ უკრაინამდე. აი, ამას ვინ უზრუნველყოფს? თქვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ამ ხალხს ფულით და ბილეთებით. Is your organization providing all the money, all the tickets, etc., etc.? It was the work of volunteers, like protection of prisoners of Ukraine. უკრაინულმა და ჩვენმა არასამთავრობომ შეუძინეთ ბილეთები. ზოგს ქირა გადაუხადეთ რაღაც პერიოდით, როდესაც ფული გქონდა. მაგრამ ყოველთვის არ გქონდა. მათ ნათესავებს ვთავდით საქმეში, სხვა ორგანიზაციებს ვთხოვდით დახმარებას. საელჩოებსა და მთავრობას ეს არ გაუკეთებიათ. უსაბუთოებისთვის მათ გამოსცეს თეთრი პასპორტები, რომ უკრაინამდე დაბრუნება შეძლებოდათ. The white passport for them to go back to Ukraine, and that's the only thing. You represent an NGO, and a non-governmental organization cannot be responsible for. თქვენ წარმოადგენთ სამოქალაქო ორგანიზაციას. შესაბამისად, ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას ადამიანთა ასეთ დიდ ჯგუფზე, რომ ისინი რამეს არ ჩაიდენენ. ამ შემთხვევაში მაგალითად, რომ არ ეცდებიან საქართველოში დარჩენას. ეცდებიან, რომ არ წავიდნენ მოლდოვაში. თქვენი გამოცდილებით ისინი ყოველთვის გადიან საქართველოდან, ყოველთვის მიდიან მოლდოვაში, ყოველთვის ხვდებიან საბოლოოდ უკრაინაში. What's the practice? Do they always leave Georgia? Do they always go to Moldova, or do they always go to Ukraine? Yeah, of course, some of them stay in Georgia, some of them now. ზოგიერთი საქართველოში დარჩა, ზოგი ახლაც ცხოვრობს. ვინც სამსახური იპოვნა. მაგალითად, რამდენიმე მათგანმა ჩამოაყალიბა სამშენებლო კომპანიის მსგავსი და სახლებს არემონტებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ 5 ადამიანი საქართველოშიც დააპატიმრეს. 2 კაცი ახლა რუსთავის ციხეშია და მათ ქართველებთან ერთად პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. And now they are staying in prison, but by political cause. და მოლდოვაში რა ხდება? მოლდოვასაც ეშინია, რომ ისინი იქ დარჩებიან. უკანასკნელი ჯგუფიდან 4-მა მართლა მოინდომა დარჩენა, მაგრამ 3 უკვე დააბრუნეს უკრაინაში. But 3 of them now in Ukraine. What's the role of Ukrainian embassy? უკრაინის საელჩო როგორ მონაწილეობს? მათი 92 მოქალაქეა გაჭედილი საზღვარზე. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. მათი როლი რა არის? What is their role in this case?
have the Ukrainian embassy, which, they... უკრაინის საბჭო მართლაცრებად მუშაობს. მათ ყველა 100 ადამიანს უნდა შეუმოწმონ მოქალაქეობა. ადრე თითო ადამიანის შემოწმებაზე მთელი თვე სჭირდებოდათ. ახლა ერთ თვეში 36 შეამოწმეს. ეს ძალიან ბევრია. ეხლა ჰუმანიტარული დახმარებაც მოიტანეს. ჩვენ 2 წელია ყოველ კვირა მიგვაქვს. We're providing it for like 2 years every week. Maria, let's sort of go to the very beginning. ისევ დასაწყისში რომ დაუბრუნდეთ. ვისი იდეა იყო ამ ხალხის საქართველოს შემოშვება? საქართველო არ არის არც უმოკლესი გზა და არც უმარტივესი ალბათ რუსეთიდან უკრაინაში ჩასაღწევად. ვინ და რატომ გადაწყვიტა რომ ეს ადამიანები უკრაინის მოქალაქეები საქართველოს გავლით გაეშვა? Decided to send Ukrainian citizens via Georgia. Except Georgia, it's to Belarus. საქართველოს გარდა ასეთი ტიპის საბუთებით მხოლოდ ბელარუსში შეუძლიათ შესვლა. რაღაც პერიოდი ეს დერეფანი მუშაობდა კიდეც, მაგრამ შემდეგ სუმის მიმართულება დაიბომბა და ტრანზიტი შეჩერდა. ახლა ჩვენი მხარე ცდილობს გაარკვიოს, განაახლებს თუ არა ბელარუსის მარშრუტს, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მოკლეა და უფრო იაფი. მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს ერთადერთი გზაა ამ ხალხისთვის. And it was closed, and now all people go through Georgia only. So thank you, Maria. Thank you and good. მარია, დიდი მადლობა. გისურვებთ რომ მალე დაბრუნებულიყავით საქართველოში და შეერთებოდით საკუთარ ოჯახს და რა თქმა უნდა წარმატება იმ ხალხს, ვინც ახლა საზღვარზეა გაჭედილი. მადლობა და კარგად გზანდებოდეთ. Thank you again. მაშასე, უკრაინის 92 მოქალაქე უკვე რამდენიმე კვირაა, რასაც ქვია გაჭედილია საქართველოს საზღვარზე. ვერ შემოდის რუსეთიდან საქართველოში. ცხოვრობს ნეიტრალურ ზონაში აბსოლუტურად გაუსაძლის პირობებში უკვე რამდენიმე კვირაა. ქართული ოცნების ხელისუფლება არ აკეთებს თუ ვერ აკეთებს ვერაფერს იმისთვის რომ დაეხმაროს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადამიანები 92 ადამიანი ცხოვრობს აბსოლუტურად მიუღებელ გაუსაძლის პირობებში. მოლდოვას ბრალია, უკრაინის ბრალია, საქართველოს ბრალია, ტანზანიის ბრალია. ფაქტია რომ 92 ადამიანი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს რამდენიმე კვირაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.